წარმოიდგინეთ, რომ ხართ ნიჭიერი ქირურგი, მაგრამ იძულებული ხართ საკუთარი ქვეყნიდან გაიქცეთ, ყველაფერი დატოვოთ და უცხო ქალაქში გადარჩენისთვის იბრძოლოთ. ეს საქართველოს რეალობაცაა, ამიტომ მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა ეს სერიალი. სწორედ ასე იწყება ფარაჰის დრამატული ისტორია დედაზე, რომელიც შვილის გადასარჩენად მზად არის, ეშმაკსაც კი შეეკრას. სერია პირველი. შავი თევზი. ფარაჰი იძულებული გახდა ირანიდან გაქცეულიყო. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ორსულად იყო. ის სტამბოლში დასახლდა, თუმცა თავისი ნამდვილი პროფესიის ქირურგობის ნაცვლად ის აქ დამლაგებლად მუშაობს. ფარაჰი ახერხებს, რომ თავისი პატარა შვილისთვის, ქერიმ შაჰისთვის ერთდროულად იყოს როგორც მოსიყვარულე დედა, ისე პირადი ექიმი. საქმე იმაშია, რომ ბიჭუნას იშვიათი თანდაყოლილი დაავადება აქვს და მისი იმუნიტეტი ნულოვანია. ფარაჰი მზად არის შვილის სიცოცხლისა და მკურნალობისთვის აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთოს. მაგრამ ერთ ღამეს მისი ცხოვრება თავდაყირად დგება. ობიექტის დალაგებისას ფარაჰი უნებლიეთ ხდება ტრაგიკული და სასტიკი მოვლენის მომსწრე, რის გამოც პირისპირ ეჩეხება კაცს, სახელად თაჰირ ლექესიზი. თაჰირი კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი გავლენიანი წევრია. ის ბავშვობიდანვე იმ ბოსის ხელში გაიზარდა, რომელმაც ერთ დროს სიცოცხლე გადაურჩინა, ამიტომ მისი უსაზღროდ ერთგულია. თუმცა იმ ავბედით ღამეს თაჰირი ცხოვრებაში პირველად აღმოჩნდა სრულიად მოულოდნელ და გამოუვალ სიტუაციაში. ფარაჰიც და თაჰირიც არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ. ფარაჰი ორცოცხლშუაა, გაჩუმდეს საკუთარი უსაფრთხოებისთვის თუ იბრძოლოს სამართლიანობისთვის. თაჰირი კი ცხოვრებაში პირველად დადგა ურთულესი გადაწყვეტილების წინ. მან უნდა განსაზღვროს სრულიად უდანაშაულო ქალისა და მისი ავადმყოფი შვილის ბედი. მოკლავს მათ თუ გადაარჩენს.